უნდა ვიცოდეთ კოლაგენზე, რომ კარგი შედეგი მოგცეს, ვაგრძელე ვიდეოების სერიას. შევთანხმდით, რომ პირველ რიგში უნდა იყოს თევზის, იმიტომ რომ მოლეკულური ზომით გავს ჩვენსაც და შესაბამისად ბიოშეღწევადია. მეორე, ტექნოლოგია. რა ტექნოლოგიით არის შექმნილი და ყველაზე კარგი ვერსია ეს არის გიდროლიზირებული, ანუ პეპტიდების დონეზე დაშლილი ამინომჟავების, ესე იგი ბიოშეღწევადობა მართლა ჰაი კლასში ავიდა და მე რა თქმა უნდა მოიკითხოთ შემადგენლობა მათ შორის პეპტიდების, იმიტომ რომ ამ შემადგენლობის მიხედვით იცვლება სიტუაცია, ანუ რა შედეგი მოვა თქვენამდე. რა თქმა უნდა მოიკითხოთ რა ფორმით არის, ხო? ეხლა კაფსულებში, აბებში აზრი არ აქვს დალევას, თქვენ რომ დღიური დოზა მიიღოთ, იცოდეთ რომ ათეულობით უნდა დალიოთ დღეში. ყველაზე კარგი ვერსია არის თხევადი, იმიტომ რომ თხევადში მოაქციოთ დღიური დოზა და ეს არის 10,000 ერთეული კოლაგენის, რა თქმა უნდა უფრო იოლია. ესე იგი, თევზის, გიდროლიზირებული და თხევადი. გავაგრძელებ.